ხანძარ სასწაულად გადარჩენილი დედა მცირეწლოვან შვილებთან ერთად და რატომ არ უნდა ითამაშონ ბავშვებმა ასანთით. სწორედ ასანთის თამაში გახდა ხანძრის მიზეზი, რომელსაც 12 სახანძრო მანქანა უზნაძის 80 ნომერში აკრობდა. საბედნიეროდ ხანძრის დრო სერიოზულად არავინ დაშავებულა. ოჯახის დიასახლისმა მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად დროულად მოახერხა გარეთ გასვლა, ხოლო სუბუქად დაზიანდა ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები დაზარალდა, რომელიც ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდა. საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. Ერთმეის ნახევარზე იყო შემოსული დაფიქსირებული ზარი, რომ უზნაძის 80 ნომერში იყო ხანძარი და ზარშივე იყო დაფიქსირებული ძლიერი ხანძარი იყო. ჩვენ ვიცით, რომ აქ არის იტალიური სახლების ჩამწკრივებული და არის ძალიან ძნელი აქ ქრობა და ვითარდება ხანძარი ძალიან ადვილად, ვინაიდან ძველი სახლებია. ეგრევე იყო 12 ერთეული ჯგუფი გამოსული, პირველი ჯგუფის მოსვლისთანავე დადასტურდა მეორე სართულიდან მთლიანად ერთი საცხოვრებელი სახლიდან, მთლიანად ღია ცეცხლი გამოდიოდა. მიზეზიც ხდება, მე მგონი ეს ხანძარი ამ არასრულწლოვანებიდან, როგორც თვითონ მე პატრონე იძახის, ამას შემდგომში სათანადო სამსახურები დაადასტურებენ და დაადგენენ. სადღაც 11 საათისთვის გავიგონე სახანძროს ხმა და გამოვიხედე, ცუნი წამოვიდა რა ეზოს და გამოვიხედე და აქ ცხოვრობენ ჩვილი ბავშვები, დედა და შვილი. ისინი თამაშობდნენ ასანზე და ნაპერწკლი წაიკიდა ლეიბსონ. სადღაც 12 საათისთვის დავინახე უკვე ბოლი, რა იქიდან არ ჩანდა ყვა ცეცხლი და რაღაც არ ჩანდა. ბოლი დავინახე და მე გამოვედი. ეს დამხვდა ესეთი ამბავი, ძალიან ბევრი ეკიპაჟი, იმის მოსული მეხანძრეები და ესე ამათი სახლი დამწვარა.